მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ დემეგამუ გეიმერი და დღეს ჩვენ უნდა გავახმოვანოთ, ანუ უნდა დააკომენტატოროთ და ერთად ვუყუროთ Brawl TV-ს. მოდი ჩართოთ Brawl TV და წავიდა და დავაკომენტატოროთ და ვუყუროთ რა. ანუ დღეს განსხვავებული ვიდეო იქნება. აქ რა ხდება? აბა ესე იგი ძალიან დაძაბული ბრძოლა არის, ჯეკმა ჰაიპერჩარჯი გამოიყენა და უკვე დიდი ალბათობით ლურჯმა გუნდმა შეუძლია რომ მოიგოს, მაგრამ ნიტას ჰაიპერჩარჯი ბერმა სუპერით გარაშა, მაგრამ ცუდად გარაშა, სტუ წამოვიდა, მიცა ჯეკი მოკლა და დიდი ალბათობით გოლი. მაგრამ აქ ოტისმა იდეალურად გამოიყენა სუპერი, მაგრამ სტუმ გაეტანა გოლი 2-0. პირველი ხელი მოიგო ლურჯმა გუნდმა. აჰა. ჰოძონი, ჯეკი, ჰენკი და კენჯი, რიკო, ბიბი და ვილო. აქ კენჯი ეგრევე წავიდა შეტევაზე. აქ დაძაბული ბრძოლა არის, ვილომ გაჯეტი გამოიყენა და გაანადგურა ჯეკი, მაგრამ აქ ჰენკმა დაჩაგრა, აქ დგას ზონაზე კენჯი. კარგი, ამ ლურჯმა გუნდმა დათმო ის მხარე, ახლა ვცდილობენ რომ თავისი ჰოძონის მხარე აიღონ კარგად, მაგრამ აქ უტევენ ვილოუ და ბიბი, მაგრამ აქ კარგად დაიცვეს თავი ბიბიმ და ჰენკმა. აქ რა ხდება ამასობაში? კენჯი ძალიან კარგად რაშავს, ჰენკიც კარგად რაშავს, აქ იცავს ჯეკი. ჰენკმა ძალიან კარგად გარტყა, გადავიდა ჯეკი შეტევაზე და ძალიან მარტივად მოიგეს, აქ დაადისლაიქეს, რასაც ქვია. ლურჯმა გუნდმა მოიგო, სულ რო იყო რა თქმა უნდა, ყველაზე ისეთი კარგია მატჩი. ოპა, ოტისი, ფენი, ბროკი, გრეი, ლეონი, ჯინი. ჩემი აზრით წითელი გუნდი მოიგებს. აქ ეგრევე კედელი ჩაანგრია რომელიღაცა ბრაულერმა, ბროკმა მგონი. ლეონი თავის გაჯეტში დაბინადრობს, მაგრამ ეხლა დიდი ალბათობით მალე გაუვა. აქ ბროკი ლამის მოკლეს, ბროკს ძალიან ავიწროვებენ. უკვე პოზიციურად ძალიან შეავიწროვეს ლურჯი გუნდი. აქ ლეონმა ცოტა უნდა გამოვრაშოს, უნდა მიეხმაროს, იმიტომ რომ გრეი და ჯინი კარგად ისვრიან და ავიწროვებენ და აქ ლეონი რატო არის უკან მე არ ვიცი, გამოვიდა. აქ ნელ-ნელა ამოიწია ლურჯი გუნდი. მე არავისკენ არ უბრალოდ ვახმოვანებ. ვითომ ფეხბურთია რა. აქ გაჯეტი და დადო ლეონმა და ყველა მაგ გაჯეტშია მოქცეული, გრეიმი შერაშა და გაანადგურა კიდეც ბროკი, მაგრამ ოტისმა არა. ამ ბრაულერს რა ქვია, გაანადგურა ორივე ბრაულერი ჯინით და აქ დარჩა და მოიგო ძალიან რთულად ლურჯმა გუნდმა, იმიტომ რომ ჯერ უგებდნენ პოზიციურად წითლები, მაგრამ აქ აი ამ წითელმა ბრაულერმა დამაუწყდა სახელი, ძალიან კარგად ითამაშა გვერდიდან. აქ უკვე ესე რომ თქვა, ლურჯები წავიდნენ უფრო შეტევაზე და ლეონი ისევ და ისევ გასმის გაჯეტში და გაჯეტი ამოეწურა, უკვე ვეღარ მოასწრო შესვლა. აქ ბროკმა ძალიან კარგად გაანადგურა ჯინი და უკვე ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ ლურჯებს. აქ ლეონი ცდილობს რომ გარაშოს, აქ მოიზიდა გრეი, მაგრამ თად ვერ მოიზიდა. აქ ძალიან კარგად ითამაშა ბროკმა, ჰაიპერჩარჯი ჩართო, მაგრამ ეს უბრალოდ არაფერი და მოიგო ლურჯმა გუნდმა მარტივად. ეს არის ხმოვანიო, უბრალოდ ანუ კომენტატორობა რა. ხო. ეს ძალიან დაძაბული თამაში იქნება კარლი, ლოლა და კოლტი versus დერილი, ფრენკი და მაქსი. უპირატესობა მოიპოვა ლურჯმა გუნდმა, დერილი უმაგრესად რაშავს და პირველი გოლი დერილმა უმაგრესად გარაშვა კედლიდან. ამაბზე ლურჯი გუნდის თიმი ჯობია და ისედაც რა ვიცი ძალიან კარგად იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს.
აქ ფრენკმა მოიზიდა თავისი გაჯეტით, შეავიწროვეს უკვე, დერილმაც მოიზიდა სუპერი იდეალური ძალიან მარტივად დაამარცხეს, იმან დაადისლაიქეს დერილმა დისლაიქები იმენა. აქ ხო ძალიან დაძაბული თამაში იყო. ან დაძაბული არ იყო, უბრალოდ იზი თამაში იყო. აბა შემდეგი, ოპა, ეს არის უკვე 5-5-ზე ბრაულ ბოლი. მაქსი, მელოდი, გასი და ედგარი არის აქეთ და კოლტი, გრიფი, მენდი, ბარლი და ლეონი არის აქეთ. და ჯანეტი ყოფილა კიდე აქეთ. აქ უტევს ლურჯი გუნდი, მაგრამ კოლტი იცავს, ჯანეტმა თავის სუპერი გამოიყენა და გადაატარა, მელოდი შევარდა და გაიტანა 1-0. სტუმ თავისი გაჯეტი დადგა, ჯერ წითელი გუნდი დიდად არ ლაშავს, დაცვაში მიდის უფრო. ლურჯი გუნდი კი ართმობს პოზიციებს, გასი ჭკვიანურად დაუდგა, მელოდიმაც კარგად შერაშა, ჯანეტმაც მაგრა გამოიყენა სუპერი და აქ იმენა ძალიან მაგარი გოლი გაიტანა მელოდი, მაგრამ აქ ჯანეტი იყო ყველაზე კარგი. აქ კოლტმა მამარდაშვილი იქნა მაგარი ბურთი აიღო. აბა შემდეგ, ესე იგი რიკო, ფენგი და ფრენკი და მორტისი, მაქსი და ფრენკი. ეხლა ჩემი აზრით ძალიან დაძაბული თამაში იქნება, იმიტომ რომ ანუ ნაწილობრივ ძლიერები არიან წითელი გუნდიც და ლურჯი გუნდიც. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოიგებს, მაგრამ აქ ფრენკმა ძალიან კარგი გაჯეტი გამოიყენა, მაქსი ამოდის. აქ ფრენკმა ძალიან ბანძის გამოიყენა სუპერი, იმიტომ რომ კედელი ჩაანგრია თავისი. ფრენკმა გარაშა და ლამის გაიტანა, შტანგას გაარტყა. მაქსი იმალება ბუჩქებში. ანუ ამაზე ძალიან კარგი ტრიო აქვს ორივეს. აქ ფენგი რაღაც ჯიჟია, მაგრამ აქ მორტისმა ძალიან კარგი სუპერი გადაატარა და მარტივად გაეტანა. ფრენკი რაღაც ნუბი არის, ახლა გაჯეტით უნდა მოეზიდა. ისევე იგივე ტაქტიკა, მორტისი შევიდა ექიდან და ცენტრი და მაქსი და ფრენკი ცენტრში არიან და ისინი უკან დაიხევენ. ესე იგი, ეხლა რაღაცა რიკო უნდა გამოცოცხლდეს და ფენგი და მერე ფრენკმა შერაშოს, რავი. ჩემი აზრით ისინი უფრო კაი ტრიოები არიან წითელი გუნდის, მაგრამ რაღაცას ნუბობენ. აქ ფენგი set piecers, მაგრამ მაგრა თამაშობს ფენგი და აქ კარგი ჰაიპერჩარჯები იყო, მაგრამ პასი მიცა მორტის, გააშეშა და ძალიან კარგად დაიცვა წითელმა გუნდმა თავი და კონჩეტევა მოდის ფენგი შეტევაში, რიკო იქიდან ფრენკი ეხმარება, მოიზილა გაჯეტით და აქ მოისროლა ფრენკმა. მაქსი გადმოდის, მაგრამ რიკომ სუპერი გამოიყენა, მორტისმა გარაშა და კარგად. მორტისი აქ რაღაცეებს მაგაშვება, ეხლა პასი უნდა მიცეს აუცილებლად. არც მიცა და გოლი გაიტანა. აქ ჩემი აზრით იქნება MVP მორტისი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად რაშავს. აბა ეხლა აქ ვნახოთ, ესე იგი ტრიო შოუდაუნი, ელ პრიმო, კიტი და მენდი არის აქეთ. აქ უკვე ცენტრი დაიკავეს. აქ დერილი შედის, რაშავს ძალიან ცუდად. ლოლა, ბაიროი და ბი არის აქეთ, უკვე დააკარეს ელ პრიმო. აქედან ფაიფერი და ბერი მოდის, მაგრამ ფაიფერი უკვე მოკვდა, აქ არის მაგარი ბრძოლა. ამათ 4 აქვთ. ყველაზე დიდი ოპერატესობა ამ თიმს აქვს, მეორე ადგილზე ამათ და აქ უკვე ბრძოლა არის დაძაბული. ჩემი აზრით ბერი და ფაიფერები მოიგებენ, მაგრამ აქ დერილმა შერაშა. მაგრამ მოკლეს, ხო? აქ დააყარეს, მაგრამ დიდად ვერ დააყარეს ელ პრიმო და კიტი ცუდი ამაბზე, იმიტომ რომ უფრო შორსროლე ბრაულერები არის. კაი, აქ ფაიფერმა სუპერი გამოიყენა და ჩემდა გასაოცრად მოუკლა ბიდა დერილმა, მაგრამ აქ ფაიფერს ავიწროვებენ, აქეთ რა ხდება, აქეთ ნუ ბრძოლა არის ჩვეულებრივი, ეს უფრო მაინტერესებს, ეხლა მე სიმართლე ვთქვა. შეავიწროვეს, ეხლა შეუძლია შერაშა დერილმა, კიდე შერაშა მოკლა. კიდე შერაშა, ეს ბი მაგარია ძალიან. ოპა,
წავიდა შოუდაუნი, ახლა აქეთ ძალიან ბევრი power cube-ია აიღონ. უპირატესობა მაინც red team-ს აქვს. პროზონი ერპრიმა გადაახტა, მაგრამ არ უნდა გადამხტარიყო უბრალოდ ახლა. ეხლა ჩემი ცენტრში შევიდოდი, კარგი გაჯეტი გამოიყენა ლოლამ, power cube-ებსაც იღებს. აქ მენდი რაშავს, მაგრამ მენდის ძალიან კარგი სუპერი და მოიგო მენდის დახმარებით. მოიგო, აი მენდს ლაიქი უკვე მეგონა რომ წააგო, მაგრამ რა ვიცი, მენდი ყოფილა გიჟი, ჰაიპერჩარჯის სუპერი ეგრო არა, რავი წააგებდნენ. ეხლა ბროკი ბაუნთი არის ბროკი, ლეონი და ფაიფერი, გრეი, ბროკი და ფერი. პენი მიდის ვარსკვლავზე, მაგრამ არ აღებინებს ლურჯი გუნდი, აქ მოკლა და ლურჯი ვარსკვლავი წაიღო, აქ ფაიფერმა იმენა სნაიპერი ჩაატარა. უკვე ავიწროვებს ლურჯი გუნდი წითელ გუნდს. ბრაულერებშიც ამ მაპზე უფრო ლურჯი გუნდი არის კარგი და ჩემი აზრით ლურჯი გუნდი მოიგებს. აქ ბროკმა მაგარი დააყარა. აქეთ ფაიფერს ავიწროვებენ და გრეი რაშავს და მოკლავს კიდეც შეიძლება. ძალიან შეავიწროვეს წითელმა გუნდმა, გაანადგურა გრეი ფაიფერი, ძალიან დაძაბული თამაშია. შეგახსენეთ და ლაიქებს გრიჯეთ უეჭველი, მაგრამ იყვარხართ ყველანი. აქ ძალიან შეავიწროვა წითელმა გუნდმა და შეიძლება რომ მოიგო და მაგარი სუპერი ჩაუგდო, მაგრამ აეცილა ლეონს. აქ ბროკმა თავისი გაჯეტი მიაყოლე და ბროკი ლამის მოკრა, მაგრამ 584 HP-ზე დატოვა ბროკი მაგარს ისვრის ამ გუნდიდან. ეხლა მე როგორც ნახულობ, ლეონმა მოკლა გრეი, ძალიან კარგი. უკვე პირიქით ვიწროვდებიან. პირიქით შეავიწროვეს. ესე 10-3 არის, ანუ ჯერ ლურჯმა გუნდმა აიღო უპირატესობა, ჰაიპერჩარჯი მაგრა ჩაყარა და ლეონაც მიეხმარა. ლურჯმა გუნდმა აიღო უპირატესობა, მერე წითელმა შეავიწროვა და ერთი კილიც მოხსნა, მაგრამ ეხლა ლურჯმა შეავიწროვა, ლეონი რაშავს, ფაიფერით ჰაიპერჩარჯი გარაშა და აქ მოიგო. ხო. რა თქმა უნდა, ფავორიტები ახლა ლურჯი გუნდი იყო, მაგრამ აქ რაღაცა 40 წამიანი მონაკვეთში წითელი გუნდი ჯობდა. აქ უკვე ბრაულ ჰოკეი, ბიბი, მელოდი და მაქსი, ბელი, მისტერ პი და გეირი. ახლა აქ ჩემი აზრით მოიგებს წითელი გუნდი, იმიტომ რომ უფრო ეს მისტერ პი რა მააღებინა, არ ვიცი. ბიბი იქიდან უტევს, მისტერ პი იცავს თავს და სუპერი დადგა და გვერდიდან უტევს, გეილი და ბელი კარგად აკონტროლებენ სიტუაციას. მაგალითად ყუები მიაყოლა მისტერ პიმ, მაქსი კარგად იცავს და ბიბი ცდილობს შერაშოს, მაგრამ თან ვერ გარგამოდის, კარგად იცავენ გეილი და ბელი თავს და გეილმა კარგად მოიგერია ბურთი, უკვე გადადის შეტევაზე. ლურჯი გუნდი კარგად აყრის მისტერ პი, მაგრამ აქ მაქსი გამოვიდა, გამოძრვა. გეილმა სუპერი მელოდი შერაშა, მაგრამ გეილი მოკლა და მელოდის ვეღარ აჯობა. აქ ბელი ჰაიპერჩარჯი გამოიყენა და გაანადგურა რა ქვია იმას მაქსი. აქ ბურთი გეილს მოაქვს და მისტერ პი და ბელი უფრო უტევენ. გეილმა ტრიკშოტი ისწავლა, მაგრამ არ გამოუვიდა. წითელი გუნდი მოდის უკვე შეტევაზე, აქედან მელოდი, იქიდან ბიბი, იქიდან ჯეკი. ეხლა და გოლი გაიტანა, აქ იყო ბელის შეცდომა, გეის ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ გელი უკან იყო, აქ ბელს გაიპარა ბურთი. კარგი იყო გეილის სუპერი. ბელის დამეშავი არის აქ იმაში, იმიტომ რომ ბურთი გაიპარა. მისტერ პიმ ჰაიპერჩარჯი გამოიყენა. შეუტია, ბურთი სად არის? პასი მიცა და მელოდიმ გადაარჩინა. აქ გამოიტანეს ბურთი კარგად. ბიბი აქ რაღაცებს შვება, მაგარ რაშავს, მაგრამ მოკლეს. აქ მელოდი კარგად იცავს თავს ძალიან ჭკვიანურად, მაგრამ აქ
გეილმა ძალიან კარგად გაეტანა გოლი აქ. ჩემი აზრით ყველაზე კარგად გეილი თამაშობს ლურჯგუნდში, იმიტომ რომ გოლის ბრალეულობა მას არ ჰქონდა. ვინაიდან უკან იყო ის და ახაც კარგი გოლი გაეტანა სუპერით და აქ უგებს უკვე ლურჯი წითელი გუნდი მელოდი ძალიან კარგად შერაშა ჰაიპერ ჩარჯით და იმით რა ქვია გაჯეტით, მაგრამ აქ ძალიან კარგად დაიცვა და მოიგო წითელმა გუნდმა. ხო, ნუ როგორც თქვი, აქ ბელის კი აქვს უფრო მეტი ის, მაგრამ ხო, ნუ რა ვიცი, მე როგორც ვნახე. ოპა, ფაიფერი, ბროკი, მისტერ პი და დაინამაიკი, გასი, გრეი. ბაუნთი, ხა ჩემი აზრით მოიგებს ესე რომ ვთქვათ, არა, ჩემი აზრით არ ვიცი ვინ მოიგებს, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული თამაში იქნება და აქ დაინამაიკმა იდეალური გაჯეტი გამოიყენა და უკვე მოკლა და 13-0 იგებს უკვე წითელი გუნდი და უკვე ლურჯი ისიც აიღეს, აქ დაინამაიკი მაგარს რაშავს, უკვე შეავიწროვეს ლურჯი გუნდი. მისტერ პი ცდილობს რომ დაინამაიკი მოკლეს, აქეთ ფაიფერი და გასი ებრძოლება ერთმანეთს, რომ ტერიტორია აიღოს და იქით დაინამაიკი გრეი versus ბროკი და მისტერ პი. ფაიფერმა ამოიწია წინ, კარგი სუპერი ჩაყარა, მაგრამ უფრო შეავიწროვა ეხა ლურჯმა გუნდმა. ფაიფერმა რა ქნა არ ვიცი. გრეი მოდის შეტევაზე. აქ ფაიფერი უკან არის დახეული და უკვე წითელმა გუნდმა შეავიწროვა ლურჯი გუნდი. აქ ფაიფერმა არ ვიცი რა უნდა ქნას, მაგრამ ბროკმა მოკლა იდეალურად 3-2 არის, ძალიან დაძაბული თამაში არის. აქ შეუძლია ფაიფერსო დაინამაიკი მოკლას, მაგრამ ეს რაღაცა მაგარი პროფი მოთამაში არის დაინამაიკით. აქ გრეი შეავიწროვეს სამმა ბრაულერმა, დაინამაიკი მოვიდა გრეის დასახმარებლად. იქიდან უტევს 4-3 არის, ძალიან დაძაბული თამაშია, დაინამაიკი წავიდა შეტევაზე, ბროკმა სუპერები ჩაყარა, გააშეშა. ოპა, უკვე 6-2, ეხა ვინმე უნდა მოკლას აუცილებლად რომელიმე და მოიგო ლურჯმა გუნდმა. ნაის, მაგარი თამაში იყო. აქ ბროკმა იყო სტარ პლეიერი. ბი, ფრენკი და ნიტა versus აში, ლოუ და სურჯი. ეს იქნება ბოლო მატჩი გახმოვანების. და აქ ეშმა მგონი გოლი გაუტანა, მაგრამ არა შტანგას გაარტყა. უკვე შეავიწროვა ლურჯმა, ის რა ვქნა, წითელმა გუნდმა. აქ ბურთი არის ლურჯი გუნდის, წავიდა შეტევაზე ლურჯი გუნდი, მაგრამ თან ვერ მიდის, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცავენ თავს პოზიციურად, რა თქმა უნდა. კარგი იყო აქ ფრენკი, სურჯი მოდის აქ შეტევაზე. აბა ბითურამეს უზავს, ნიტაც დაეხმარა და კარგი იყო ამ ორმა ნიტამ და ბიმ კარგად შეაჩერეს სურჯი. აქეთ ფრენკი ელოდებოდა ეშს. ბურთისთვის ბრძოლობენ ახლა ჩვენი მოთამაშეები. ეშმა გადმოაგდო ბურთი და კარგადაც მოიქცა, იმიტომ რომ ძალიან სახიფათო შეტევა იყო. აქ ნიტა მიდის, პასი მიცა და გაიტანა ფრენკმა ბურთი. ძალიან კარგი შეტევა იყო, პოზიციური, დაძაბული, რა ვიცი. ფრენკი შემოდის, ლუმს ჰაიპერ ჩარჯი, ეშმაც ჰაიპერ ჩარჯი. ოპა, დაახტა აქ სურჯი, გაანადგურა ორივე ბრაულერმა ორივე. ეში იქიდან ეპარება და ძალიან კარგი სუპერი იყო ლუსგან. ფრენკს ეს უნდა გამოიყენებინა, სხვა გზა არ ქონდა, მაგრამ აქ დიდი ალბათობით გოლი გაიტანის, მაგრამ ეს სულელია, ეს სურჯი ჩაახუტა ხელებში, მაგრამ ლუმ ძალიან კარგად გაიტანა გოლი. ისევე შეიქიდან და ისევ იგივე ტაქტიკა აქვს, მეგობრებო, მოკლედ არაფერი არ შეუცვლიათ.
ეშმა სუპერი გამოიყენა გარაშა სურჯმა თავისი ჰაიპერჩარჯით კარგი ის იყო რა ქვია სუპერი და გაჯეტი ფრენკისგან შეტევაში მიდის ლურჯი გუნდი მაგრამ აქ იდეალური არის ლუ ეხლა ნიტე შეუძლია გოლი რომ გაიტანოს ჰაიპერჩარჯი ჩართო და აქ შეაჩერეს წითელმა გუნდმა აქ ჩემმა ეზით ოვერტაიმი იქნება ოვერტაიმი წავიდა ეხლა ოვერტაიმში უპირატესობა აქვს ჩემი აზრით ორივე გუნდს იმიტომ რომ რა ვიცი მაგრა თამაშობს ორივე გუნდი აქ დატოვეს 3-1-ზე შეიძლება ითქვას უკვე არა 2-1-ზე დატოვეს გაცოცხლა ფრენკი უტევს წითელი გუნდი კარგია ეს ლუ ძალიან კარგად თამაშობს პაცი ნიტამ დათვი დააგდო ძალიან კარგი არის მიდიან ახლა შეტევაში შეიძლება ეს შეტევა გადამტეხი აღმოჩნდეს ამ თამაშში აქ ძალიან კარგი იყო აქ ფრენკი და დიდი ალბათობით უკვე გავიდა გოლი და ესეც არის და დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო უეჭველი 10 ლაიქი და გამოვა შემდეგი ბრაულ TV-ს გახმოვანება კომენტატორები რავი მგონი კაი ვიდეო გამოვიდა აბა ჰე და აბა ჰო კარგად იყავით